Badri Patarqasiშვილი თბილისშია, რამდენიმე წუთის წინ მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პატარკაციშვილმა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ქრონიკის კორესპონდენტთან პირველი კომენტარი გააკეთა. თამარ გედევანიშვილი ესაუბრა მას და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვება. თამარ, გისმენთ. Badri Patarqasiშვილი საქართველოშია, მისი კუთვნილი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა. პატარკაციშვილი აცხადებს, რომ მისი საქართველოდან წასვლა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ აღიარებით ჩვენებას არ უკავშირდება. გუშინ 11 საათზე უნდა გავფრენილიყავი აქედან ლონდონში დანიშნული ჰქონდა კარგი ხნის წინ შეხვედრა ჩემს ამერიკელ პარტნიორებთან 11 საათზე ვერ გავფრენდით შემდეგ 12-ზეც ვერ გავფრენდით ხოლო 2-ის 15 წუთზე გვითხრეს რომ შეიძლება გაფრენა. მიზეზს რო ვეკითხებოით, მიზეზი იყო რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაეფრინა თვითმფრინავს, რომელსაც რუსეთიდან მihქონდა სასომხეთში რაღაც სერიოზული ტვირთი და ამიტომ არ შეიძლება დააფრენა. არადა ამ დროს გაფრინდა British Airways-ის თვითმფრინავი. გასაგებია რომ ეს მოგონილი მიზეზი იყო. ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ის რომ ჩვენ 2-ის დასაწყისში გავფრენდით. ამიტომ რა თქმა უნდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მე ვიცოდი ოქრუაშვილის განცხადებებს და ამიტომ გავფრინდით 15 წუთში რა თქმა უნდა არის მტკნარი სიცრუე. პატარკაციშვილი განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც აკეთებს ბიზნესმენი ყოფილ თავდაცვის მინისტრს მომხდარს უოცავს. გამიხარდა ირაკლი ოქრუაშვილი რო გამოუშვეს და მიმაჩნია რომ ეს სერიოზული დამსახურებაა იმ ხალხის პრობლემაც ეს მოთხოვა წამოაყენეს მიულოცავ ამას საქართველოს ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ ამ 5 საათში როცა მე მოვფრინავდი ბევრი რაღაცები მოხდა. ამიტომ მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი რის საქმის კურსშიც არ ვარ. ამიტომ მე მგონია რომ ასეთნაირად გავაკეთოთ რომ მე ცოტას მოვემზადები ჩავდგები საქმის კურსში იმ პროცესებზე რომელიც საქართველოში ხდება და შემდეგ მოვცეთ კომენტარს. პატარკაციშვილმა განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ცნობილ კარიკატურებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ერთი ბავშვი გამოდიოდა რაღაც ნახატებს აჩვენებდა და მე მინდა მას უთხრა რომ შვილო როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ მე საწყენად კი არ ვამბობ შვილოს მეთქი ჩემი შვილის ხელაა და არ ვიცი უბრალოდ გვარი სახელი და იმიტომ ვამბობ შვილო მეთქი რომ ნახატებს რო დახატავ უფროსებსაც აჩვენე იმიტომ რომ შეიძლება არ მოგიწოვონ და მე პრობლემები შეგექმნას მე ასე ვაკეთებდი ბავშვობაში და ეს ჩემი რეკომენდაცია იქნება. გალდით ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა აეროპორტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ის ვრცელი განცხადების გაკეთებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით აპირებს. მადლობთ თამარ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქრონიკის კორესპონდენტი თამარ გედევანიშვილი საუბრობდა.